როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ უკონტაქტო ურთიერთობაზე და ჩავხედოთ ამ ადამიანის თავში დღეს. როგორ გონია? ეს ურთიერთობა მოგვარებადია, საერთოდ რას ფიქრობს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით? რისი შემოთავაზება შეუძლია, არ ვიცი, ვნახოთ. და რა თქმა უნდა, ყველას ურმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ყველაფრისთვის, რასაც ჩემთვის აკეთებთ, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველაფერნიერი და ეს უკონტაქტო ურთიერთობა თქვენთვის საკეთილდღეოდ გადაწყვეტილი იყოს. ყველა გოგოს გისურვებთ ამას. ნახოთ, აბა. ძალიან კარგი და მეტყველი ტაროა გამახსენდა, ჩემთვის მქონდა და გუშინ გავშალე სხვათა შორის პირად კონსულტაციაზე. ძალიან საინტერესო და იმედი მაქვს, რომ ზოგად გაშლაზე ზუსტად იმ პასუხს მოგცემს, რაც თქვენთვის არის საჭირო. რას ფიქრობს? ეს ურთიერთობა არის დასასრული იმისთვის, თუ საერთოდ რა არის ეს ყველაფერი? არა, დასასრული ნამდვილად არ არის. ეს ადამიანი რაღაცნაირად, ვიტყოდი, ამ ურთიერთობის მიმართ უფრო მეტი ყურადღება და სერიოზულობაა საჭირო, რადგანაც ძალიან ბევრს ოცნებობდა კიდეც თქვენთან დაკავშირებით სურვილები, ძალიან ესე ვთქვათ, პერსპექტიული გეგმებიც კი ქონდა და არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც აქვს, მაგრამ მე ერთადერთი ვერ უყურებ, ალბათ თვითონ ვერაცნობიერებს ამ თავის არასერიოზულობას, იმიტომ რომ მე ვერ უყურებ, რომ თითქოს ფიძიმწამს ბოლო მაკვირვებს, დიდი ხანია ეს არ მithქვამს, რადგანაც ოცნება იწყებოდა, სრულები ყველაფერი თქვენზე, ეხლაც რა თქმა უნდა არის ეს ყველაფერი, მაგრამ უყურებ, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან არასერიოზული მისი მხრიდან. ნახოთ, ანუ ვერაცნობიერებ შენ ამ ყველაფერს, თუ რატო ხარ ასე არასერიოზული? ნაცნობიერებს როგორ არის, რაღაცნაირად არ აწყობს. იცი როგორ იგრძნობა მაქვს, რომ ქონდა გეგმები, არაფერში არ ცრუობდა ეს პიროვნება, უბრალოდ გამოვიდა ესე, რომ მოდი, მე გადავდებ ამ ყველაფერს და სერიოზულობისკენ არ გადავიყვან, რადგანაც მძაფრი ინტერესიც აქვს, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ყოველთვის აინტერესებდეს მაგალითად რა ხდება თქვენ ცხოვრებაში, ესეთი შემოტევები აქვს, თუმცა ურთიერთობის დალაგება სწორი კუთხით, აი ესე, რომ ყველაფერი პრობლემა გადაწყვიტოს, სხვათა შორის შეუძლია კიდეც, მაგრამ არ უნდა და რჩება როგორ რაღაც ბავშვურ პოზიციაში. ბავშვობა ეს რაღაცა ეგოიზმი. აი მაგალითად ბავშვებს რო ახსენებ, რომ შენ რო იმ დროს ისე არ გამიკეთე, უმადური ბავშვები რო არიან, შენ რო ისე არ გააკეთე და მე მაშინ ასე განვიცადე და ასე მეწყინე და რაღაცა აი მსგავსი ხასიათი უფიქსირდება. რთულია მისთვის დღესდღეობით პირდაპირ გამოვიდეს და გითხრას, ყველაფერი დამთავრებულია, ან თუნდაც ყველაფერი იწყებაო, აბა რა არის შენთვის მარტივი, მისთვის არის მისი სტაბილური მდგომარეობა. მარტივი არის, რომ მე ვზივარ ჩემთვის, ჩემ თავში ვაცნობერებ ძალიან ბევრ ამას და უფრო ჩემი ცხოვრება არის მარტივი, ანუ საკუთარ თავზე უფრო მარტივად იყოს პასუხისმგებლობას, მაგრამ კარგად ამოხვედით, მაგრამ არის ის, რომ თითქოს ყველაფერი რაც იყო, დაიხურა თქვენ შორის. და საქმე ამაშია, რომ შენს ცხოვრებას აგრძელებ, შენს პასუხისმგებლობა შენს თავზე გაქვს აღებული. მასაც და ერთმანეთისთვის არავინ არაფერს არ აკეთებთ, მაგრამ ფიქრები არის. ფიქრები მართლა არის ერთმანეთზე. უბრალოდ მე ვერ უყურებ რას იცი? აი ნახე, რასაც დაგკვირდა, რასაც გეუბნებოდა, როგორც იწყებოდა, ამ ფორმატით არ გრძელდება და ეს არის მისი გადაწყვეტილება, რომ არა. შეიძლება იყოს ვერაც და შეიძლება იყოს ის, რომ გარკვეული პრობლემებიც იყოს და დაბრკოლებებიც ურთიერთობაში, მაგრამ მე გეტყვით, რომ მას შეუძლია რაღაცები გააკეთოს საკეთილდღეოდ, მაგრამ არ აკეთებს ამ ყველაფერს. ამ ეტაპზე მიესალმება იმ მომენტს, რომ მოდი დავტოვოთ ყველაფერი ისე როგორც არის და ნახოთ მე რა იქნება და მე შეიძლება გააკეთდეს არჩევანი. აქ უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა არჩევანი, რატო არის? არის გამოკვეთილად არის თუ არის
უკვე არსებული სიტუაცია რომ არჩევანი უნდა გააკეთოს თქვენ ან სხვა შორის ყველა ვარიანტში უნდა გააკეთოს. ოღონდ მე ვერ ვამბობ იმას რომ თქვენზე გააკეთებს ან იმ სხვაზე, მაგრამ ამ არჩევანს წინ დადგება ეს პიროვნება აუცილებლად და რა თქმა უნდა თუ არჩევანი არ არის, ყველა ვარიანტში უნდა აირჩიოს თქვენთან ჯანსაღი მდგომარეობა, ჯანსაღი ურთიერთობა, დაბალანსებული და ამაზე იფიქრებს აუცილებლად. მაინტერესებს მისი გრძნობა, მაინტერესებს ჯერ მოდი ვნახოთ ისევ. ამაზე ვნახოთ ერთი მისი გრძნობა, ვნახოთ მაინტერესებს. რაზე გრძნობა მოგწონია? რაზე გრძნობა? რა არის შენი გრძნობა? როგორია? გრძნობა? ბრწყინვალე გრძნობა, ბრწყინვალე. ფესვგადმული გრძნობა, რა უცნაურია და ამავე დროულად დამტკივნეულია ის, რომ გრძნობა არის ღრმა გრძნობა. შეიძლება დიდი ხანია, კარმული ურთიერთობა დიდი ხანიც იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ საქმეს არ ეტყობა. გრძნობა გაქვს, რა ვიცი რა ეშველება ამ საქმეს, არ ვიცი რა ეშველება, როგორ გონი, აი გულში გაგრძნობა, რა ეშველება ამ ყველაფერს. ნუ რა ეშველება და ის ეშველება, რომ თქვენ სანამ არ იტყვით შინაგანად, კი მოგერგები ამ ურთიერთობაში, ან თუ იტყვი რომ არა არ მოგერგები, თქვენზეა ყველაფერი დამოკიდებული მაინც. გოგონებო, გაჩვენეთ ბრწყინვალე გრძნობა, არაჩვეულებრივი ხართ ისედაც და მე ამას უყურებ აქ და არავითარ შემთხვევაში არ გაიმედებთ თუნდაც ზოგადი გაშლების მადლით, მაგრამ ეს ის მომენტია, როცა სიყვარულის ადამიანი არ ირჩევს, აი ვერ ქაჩავს ერთია, არ ქაჩავს კიდე მეორე. არ უნდა შემოგთავაზოს ის, რაც შენ გინდა. სტატუსი, აღიარება, მიმღებლობა. არ უნდა ის. კარგი, მოდი ვიკითხოთ, როგორ გაგრძელდება ისევ ამ ტაროს კითხავ ახლა. ტაროს ლენორმანს. როგორ გაგრძელდება ეს ურთიერთობა? ეს ურთიერთობა როგორ გაგრძელდება? ზუსტად ის არკანი ამოვიდა, რაც ქონდა, აი მისი ნატვრა როგორიც იყო ზუსტად. ბეჭედი რო ადასტის ბოლოს ეს არის რაღაცა როგორი ლენორმანი ჩემთვის როგორია პირადად, იცი, ძალიან მეტყველია, ძალიან ხასიათიანია, მაგრამ მე არასდროს არ ვენდობი, რაც არის გამოსახული და ძალიან მარტივია გამოსახულებით იმსჯელო. თუმცა მოდი ვიმსჯელოთ ამ არაჩვეულებრივი ბეჭედით, აქ იქნება ოცნების და სურვილის ასრულება. ან დაუბრუნდება ყველაფერი იმ საწლის, როგორც ამ ადამიანს უნდოდა და ძალიან დიდი გზა ამისთვის გასავლელი და ბევრი დააგვირგვინებთ იდეალურად ამ ურთიერთობას. ნუ შანსები არის, მოდი ასე ვიმსჯელოთ, შანსები არის. ახლა მე მაინტერესებს თავარი შეკითხვა. ეს არკანი იყო ის ზუსტად, როცა მას სურდა, როგორც იწყებოდა ეს გეგმები, სურვილები თქვენთან, ანუ გაგეღვიძება ეს სურვილი, გააქტიურდება შენში, თუ როგორი სურვილის ასრულება გააქტიურდება შენში, გააქტიურდება. აუცილებლად გააქტიურდება, როცა თქვენს ადგილს იპოვით, ეს ადგილი არის ის, ნახე, ორივე ხართ ცხრიანების პოზიციაში. ნახე რა არის თავი პრობლემა, შენ უნდა მართოს შენი გრძნობა, შენი ინტერესები მის მიმართ შეიძლება თავი მოგანადროს და ვაიმე რომ მოგწერს და რაღაცა გემართებოდეს, რაღაც თავისებური შეგრძნებები და კონტროლს კარგავდე და უცებ გავიწყდებოდეს რა გამოგატარა ამ ადამიანმა და სანამდე მოხვედი, მაგრამ შენ არ უნდა გადაუხვიო იმ პრინციპს, რომ შენ ხარ ცხენი პენტაკლი. ყველანაირად კარგი ხარ შენ და მარტო უნდა დარჩე შენს ღირებულებებთან, ანუ შენ არ დაივიწყო შენი თავი და ამ შემთხვევაში მართლა იგრძნოს, ანუ უნდა იგრძნოს აუცილებლად, მაგრამ რომ მარტოა. რომ არ გადის ის როგორც გადიოდა ადრე ყველაფერი და გავაქტიურდეს ყველაფერი რაც ეწყებოდა თითქოს სადღაც შეიძლება იყოს თქვენი ბრალი ეს თქვენი ბრალი რა ვიცი ახლა თუ სამკუთხედში ხართ და რაღაცებს უტარებდი თქვენი ბრალია ეს რომ აქამდე მივიდა ეს ყველაფერი იმიტომ რომ ცოტა მოდუნდა ამ ადამიანმა მაგრამ მთლიანობაში მაინც ვიტყვი რომ მისი ხასიათი გადიოდა აქ ძალიან კარგად გოგონებო ცოტა ამ ადამიანს ჭირდება
წყნელი გვერდებში. ბებიაჩე მაინც წყნელი. თუ არ მოსხეთ, ხო მართლა არ მოსხოთ, მაგრამ მოსხეთ თქვენი თავშეკავებით იგნორით. როგორ იგნორით? მე იგნორების ის არა ვარ მომხრე, იმიტომ რომ იგნორი და აი რაცა დამახასიათებელი მე შენ გბლოკავ. მე ვისაც მაგალითად პირადად მე ვისაც ბლოკავ, ან ძალიან მომაბეზრა თავი, ან უკვე აი როგორი ძალიან დამახასიათებელი, მაგრამ იმიტომ არას არ ბლოკავ ადამიანს, რა მე შენ ახლა დაგბლოკავ და იწვალე შენ და აბა მომწერე ახლა რაღაციდან იქედან აქედან. ეს არ არის სწორი. ჩემს შავსიაში უნდა დაიმსახურო მოხვედრა. ასე გააკეთეთ თქვენს, თორე რამდენი ახსნი მე ისევ რაღაცა ასეთ ბლოკებს არ გულისხმობ. უფრო გააკეთეთ ხემ პენტაკლი რას აკეთებს რჩება მარტო თავის თავთან იწყებს საკუთარ თავზე მუშაობას ყველაფერს იწყებს მარტო ეს მარტოობა არ არის მარტივი მაგრამ იმ სიცარიელეს და მოთხოვნილებას ისევე შენივე მოთხოვნილებები და შენი საჭიროებით აი რაც გჭირდება მოკლედ იმისთვის რომ შეივსო ამასობაში დროც არ დაგრჩებათ მაგ პიროვნებაზე დამეჯერეთ და ამასობაში ისიც გამოიღვიძებს და აქ იმედებს გვაძლევს ტარო რომ თუ თქვენ არ დაასტოპებთ და რაღაცას არ შეცვლით არაფერი არ შეიძლება თორე ისე ხო ფიქრობ და ყველაფერი ქონდა სიყვარული კიდე კაი არის მაინც მაგრამ ეს ყველაფერი ცოტა როგორ ვთქვა მოდუნდა თუ რა არის ის მახსენდება ადრე რო იყო რეზინის ბურთები ჩემს ბავშვობაში და 1-2-3 ჯერ ითამაშებდი ხელბურთს და მე მოფუშული ეგდო კი ვთამაშობდით მაშინაც მაგრამ ისე არ ურტყავდა როგორც საჭიროა ცოტა ისეთი შედარებაა მაგრამ ყველაფერს ჭირდება განახლება გოგონებო მე ყველას გელოდებით კომენტარებში დროებით